1989 წლის 7 აპრილს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის ლაინერი ლონდონიდან მოსკოვში დაეშვა. გორბაჩოვთან ერთად ინგლისიდან საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძეც დაბრუნდა. აეროპორტში როგორც წესი პრეზიდენტს მთელი პოლიტბიურო დახვდა და ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩააბარა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოში მიმდინარე პროცესები იყო. თბილისში მთავრობის სასახლის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და დამოუკიდებლობის გამოცხადებას ითხოვდა. როგორც გორბაჩოვს მოახსენეს, რესპუბლიკის ხელმძღვანელი ჯუმბერ პატიაშვილი ვითარებას პრაქტიკულად ვეღარ აკონტროლებდა. ედუარდ ამბროსისძე მიმართა გორბაჩოვმა შევარდნაძეს. ამავე თვითმფრინავით გაემგზავრეთ თბილისში. შევარდნაძემ მცირე დუმილის შემდეგ გორბაჩოვს უთხრა, რომ ჯერ პატიაშვილს შეეკითხებოდა მისი ჩასვლა, ხელს ხომ არ შეუშლიდა. მივედი სახლიდან, სახლიდან ურეკავ პატიაშვილს. უთხარი ასეთი ამბავი იყო აეროპორტში მეთქი და მე განკარგულება მომუწეს, რომ გამოფრინდე. როგორ გონია შენ მოგეხმარება თუ საქმეს გაიფუჭებს. ჯუმბერის პასუხი ასეთი იყო, რომ თქვენი ჩამოსვლა ყოველთვის გაგვეხარდებაო, მაგრამ ეხლაო ესეთი სიტუაციაო. დღესო თუ ხვალო პლენუმი გვაქვსო, დილთო ცოტა ხალხი რჩებაო, რაღაც 200-300 კაცი და 400 კაცის პარკლებში და ამას პრობლემოთ გავფანტავთო და თქვენ ჩამოსვლას რო გაიგებენო, თქვენ ჩამოსვლას რო სწორი იყო სადღაც. თქვენ ჩამოსვლას რო გაიგებენო, 5 იმდენი ხალხი შეიკრიბებაო. რო თქვენ დაგანახონ, რომ მოძრაობა მასიურია. რატომ თქვა პატიაშვილმა შევარდნაძის ჩამოსვლაზე უარი? ეს სიტყვები გულწრფელი იყო თუ სხვა მოტივი იმალებოდა ამ უარის უკან? 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ 18 წელი გავიდა. საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელი ჯუმბერ პატიაშვილი აცხადებს, რომ აპრილის მოვლენები მის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომელიც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი გუმბარიძემ შეასრულა სხვისი დავალებით. ვინ არის ეს სხვა? დაპირისპირება ორ ქართველს, ედუარდ შევარდნაძესა და ჯუმბერ პატიაშვილს შორის აპრილის დღეებში არ დაწყებულა. ის რამდენიმე წელს ითვლიდა. საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა აპრილამდე 5 თვის ადრე 1988 წლის ნოემბერში შევარდნაძის ბოლო დარტყმა მიიღო. მაშინაც ნოემბრის თვეში მთავრობის სასახლის წინ უამრავი ადამიანი საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის ახალი პროექტის საწინააღმდეგო აქციას მართავდა. ამ პროექტის მიხედვით მოკავშირე რესპუბლიკების საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლებას კარგავდნენ. ნუზაფხაძე იყო და მირეკავს რომ ყველაფერი დაიღუპა ყველაფერი. რა მოხდა მეთქი და პატიაშვილი ადგილზე არ არისო, მე არაფერს არ მიჯერებსო და აქო ერთი 5000 კაცი იქნება შეკრებილიო და მაშინ რაღაც კონსტიტუციის პროექტი უნდა კონსტიტუციაში შესწორებები უნდა შეეტანათ. ახალი კონსტიტუცია კი არ იყო, შესწორებები. და ამ შესწორებების საწინააღმდეგო გამოსვლა მოთხოვნები. ხო და რა გავაკეთოთ მეთქი და რა ვიციო რაღაცა ან მიმართვა თუ იქნება, ან გარბაშოვის წერილი, ან თქვენი მიმართვა. მდგომარეობა უმართავი ხდებოდა. ადგილობრივი ხელისუფლება ვითარებაზე კონტროლს კარგავდა. პატიაშვილი ამ დროს მოსკოვში იმყოფებოდა. სიტუაციის მოწესრიგება მისგან რესპუბლიკის პირველი პირის დაუკითხავად სხვა ადამიანებმა სცადეს. დაურეკე გარბაშოვს და უთხარი, რომ თბილისში არეულობა ხვალ კიდევ უფრო მეტი ხალხი შეიკრიბება და სანამ არ არის, იქნება თქვენ დაწეროთ პატარა წერილი, რომ ყველა მოთხოვნა იქნება განხილული და გათვალისწინებული. თარგმნე ქართულად და ქართულად გადმოეცი გარბაშოვის ხელმოწერით. წაიკითხეს გარბაშოვის მაშინ ჯერ კიდევ ავტორიტეტი მაღალი იყო, და ტაშის გრეალით დაიშალა ის დემონსტრაცია და მიტინგი. უზარმაზარი მიტინგი იყო, არ ნაკლები ვინმე 9 აპრილს. პატიაშვილმა ჩათვალა, რომ ნოემბრის მოვლენები მის საწინააღმდეგოდ გამოიყენა ედუარდ შევარდნაძემ. ეს თემა
ჩვენს მიერ იყო დასმული, რომ კონსტიტუციაში ცვლილების წინააღმდეგით. ეს ოფიციალურად მე განვაცხადე ჯერ კიდევ ეს გახდათ სამედიცინო ინსტიტუტშიც, შემდეგ პრეზიდენტის ხტომაზე და შემდეგ სესიაზეც. მაგრამ მიტინგების ჩატარება უკვე გამოვიდა, რომ მე გავუკეთე ინსპირირება, რომ ამ მიტინგების საშუალებით მინდა მხარდაჭერა. ამას საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა მოსკოვშიც. და როდესაც უკვე დაშლაზე იყო საუბარი, ვინაიდან მივაღწიეთ იმას, რომ ეს პუნქტი, რომელზეც იყო მთელი აქცენტი გაკეთებული და შემოგდებული თემა იყო, თვითგამორკვევის საერთოდ ამოღების და იგნორირების თაობაზე, შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე დეპეშის წაკითხვის შემდეგ უნდა დაშლიყვნენ. აი აქედან იწყება ყველაფერი. ვინაიდან დეპეშას არავითარი კავშირი არ ჰქონდა ამ მიტინგთან, რომელიც თვითონ და გარბაჩოვმა გამოაგზავნა, ის დეპეშა დაიწერა თბილისში და პლუს ამას დეპეშის წაკითხვის შემდეგ დაიშალა მომიტინგენი. არა ის, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ის პოზიცია, რომელიც აბსოლუტურად ცნობილი იყო ყველასთვის. ნოემბრის შემდეგ მიტინგების ახალი ტალღა თბილისში 4 აპრილს დაიწყო. 10,000-ობით ადამიანი საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას და დამოუკიდებლობის გამოცხადებას ითხოვდა. აქციის სულის შემდგმელები სტუდენტები იყვნენ, ხოლო ორგანიზატორები ყოფილი პოლიტიკური პატიმრები და დისიდენტები. ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი, გია ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი. ხალხმა დამოუკიდებლობის იდეა თითქმის ერთხმად დაიტაცა. ხელისუფლება და ხალხი ერთმანეთს შორდებოდა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ნათლად გაჩნდა ის ნაპრალი, რომელიც იყო ახალ თაობას და ძველ თაობას შორის, როცა აღმოჩნდა, რომ დიდი უმრავლესობა ქართული საზოგადოების, მამების სასაგს გულისხმობ იყო საბჭოთა რეჟიმს მორგებული, კარგად, ასე ვთქვათ, მოკალათებული ამ რეჟიმის ფარგლებში და ეს იდეალები და ეს ეროვნული მხოლოდ სუფრის შემადგენელი ნაწილი იყო და არარეალური ცხოვრების, რაც საპირისპირო იყო ბალტიისპირეთში, იმიტომ რომ ბალტიისპირეთში ბარიკადებზე და ტრიბუნებთან იდგნენ მამის სასაკის ხალხი. თბილისის ქუჩებში ხალხი დამოუკიდებლობის იდეის ქვეშ ერთიანდებოდა. ოპოზიციის ლიდერები კი საბჭოთა ხელისუფლების დამხობის გეგმებს ადგენდნენ. და შემდგომ ამისა ჩვენ ავიღებთ იმის მოვალეობას, რომ საქართველოში შეიქმნას გარდამავალი დროებითი ოპოზიციური თავრობა. ფინალი უნდა ყოფილიყო დროებით, ჩვენ უნდა შეგვესვენა 14 აპრილს. 14 აპრილს უნდა ჩაგვეტარებინა გრანდიოზული ესე იგი აქცია, უნდა დაგვიფიქსირებინა ჩვენ ესე იგი ნება, რომ სანამ საქართველოს არ აღიდგეს დამოუკიდებლობას, ქართული ერის ცხოვრების თავარი მიმართულება იქნება დამოუკიდებლობის ბრძოლა და ორკვირიანი პაუზის შემდეგ ისევ დაიწყებოდა ესე იგი გამოსვლები. თან ვფიქრობთ, რომ უკვე აგვირჩია გარდამავალი პერიოდის ოპოზიციური კოალიციური მთავრობა. ასეთი გეგმა იყო, რომელიც თავის ხელში შეიღებდა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საქართველოში მოვლენების პოლიტიკური პროცესების მართვაზე და მოვლენების მართვაზე. ამ დროს კი სახელისუფლებო ეშელონებში გაუგებარი და გაურკვეველი თამაში დაიწყო. მთავრობის სასახლის წინ დაწყებული აქცია ყველას თავის სასარგებლოდ უნდა გამოეყენებინა. აპრილის დღეებში არავის გახსენებია სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, რომლის მთავარი შენობა მოვლენების ეპიცენტრიდან სულ რაღაც 100 მეტრით იყო მოშორებული. უშიშროებამ იმ ამოცანის შესრულება დაიწყო, რომელსაც დღემდე ვერ ამიხსნის. როგორ მზადდებოდა 9 აპრილი. არავის არ უნდა ამის შეკითხვა და აი ახლა მეკითხებით თქვენ ამას. 4 აპრილიდან დაიწყო უკვე ტელეგრამების შედგენა და ვინ ლამაზად შეადგენდა და დამძიმებულ ტელეგრამას გააგზავნიდა მოსკოვში. აი სწორედ ამაზე იყო უფრო მეტი აქცენტი გაკეთებული. ნუ რა თქმა უნდა, ვაიციცკი, ვაისურაძე, ქარცხავა ეს მეხუთე განყოფილება, ესე იგი იდეოლოგია ვისაც მიყავდა, იყო კომისია ჩამოყალიბებული იქა, შტაბი იყო ჩამოყალიბებული, ეს შტაბი ადგენდა ამ ტელეგრამებს. 2 გვერდიანს, 3 გვერდიანს, 4 გვერდიანს ტელეგრამს აუტანდნენ მერე გუმბარიძეს. ნუ გუმბარიძე რუსულენოვანი თუ იცოდა რამე, ან დაამატებდა, ან გამოაკლებდა. უთანხმდებოდა ნიკოლსკის მერე საკას მეორე მდივანს, რომ განსხვავება არ ყოფილიყო
ხანცხან MVD-საც წოჩორს MVD თავისას აგზავნიდა კიდევ MVD-ში. იმათი ტელეგრამი მე არ ვიცი MVD-ში. ხო და მიდიოდა ეს დამძიმებული, ესე იგი, ისეთი დამძიმებული, რომ კაც შეეშიდებოდა. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე გივი გუმბარიძე დღემდე დუმს 9 აპრილის მოვლენებში უშიშროების კომიტეტის როლის შესახებ. აქციების დაწყებისთანავე თბილისში მოსკოვიდან ალფა სპეცდანიშნულების რაზმი გადმოისროლეს. ეს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ღამე მთავრობის სახლთან მხოლოდ 100 კაცი რჩებოდა. უბრალოდ არ მახსოვს როდის ჩამოვიდნენ, მაგრამ ერთი 100 კაცი იყო ჩამოსული. ალფასეს გამოწვეული ბიჭები. იყვნენ ეზოში ჩვენთან. დღისით ცხოვრობდნენ მგონი თბილისის ზღვაზე სასტუმროში თუ სადღაც ეგეც დაზუსტებით არ ვიცი. აკი გევნებით, იმიტომ რომ მე არ ვეხებოდი და არც უნდათ რომ მე ჩამეხედა. აი ესენი თხოვდნენ, რომ გაგვიშვითო რა, აბა ისთვის ჩამოგვიყვანეთ. გაგვიშვითო, არაფინ არ მოკვდებაო, სიკვდილით არავინ არ მოკვდებაო. ხოლო ტრამვები იქნებაო სათოოთ, მაგრამ სიკვდილით არავინ არ მოკვდება. გაგვიშვითო და დავშლით ერთ ღამეს. ერთ ღამეში, ერთ საღამოს, ერთ საათში, საათნახევარში დავშლით მაგას. მაგრამ მოვლენები სულ სხვანაირი სცენარით განვითარდა. საქართველოს ხელისუფლებამ მთლიანად უჭერდა მხარს აქციის დაშლას და ოპოზიციის ლიდერების პასუხისგებაში მიცემას. სწორედ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით შემოვიდნენ სამხედროები თბილისში. თუმცა რა თქმა უნდა, მათი აზრით აქცია უმსხვერპლოდ უნდა დაშლილიყო. მაგას ვერ მიხვდნენ აქ, რომ დამთავრებულია, სხვა სამყარო მოდის, სხვა დრო მოდის და სხვა ეპოქა და იცვლება ის არა, საბჭოთა კავშირი და იშლება ბოლო. ამას აქ ვერ მიხვდნენ. და ეს ყოველთვის ესია, შენ როცა ამას ვერ ხვდები ხელისუფლებაში, ინიციატივას არ იღებ განსხვავებით იმ ბრაზაუსკას. ბრაზაუსკას მე პრეზიდენტი გახდა, ცეკას დიმონი იყო და პრეზიდენტი გახდა. იმიტომ რომ ზუსტად იმას მიხვდა, რასაც აქ ვერ მიხვდნენ ქართული კომუნისტები. იმას მიხვდა, რომ რა ქვია, ახლა დათმობა და უკან დახევა ჯობი არა მარტო პირადადმისთვის, არამედ მისი ქვეყნისთვის. და იმან გადაწყვიტა, მე რეალ კომუნისტი იყო, ჩათვალა რომ ლიტრელია და მისი ქვეყანა ეს. ჩვენთან ეს არ მოხდა. ამ ხალხმა არ აიღო თავის ინიციატივა, დაგჭა ჩვენ და ჩვენ ვიყავით ქუჩაზე, ჩვენ რა პროცესები უნდა გვემართა, გარდა იმისა, რომ ყოფილიყავით ყველაზე რადიკალურები და ასე ვიყავით კიდეც რა. აღმოჩნდით ყველაზე რადიკალურები, ჩვენ ისი მოთმენა ხალხი სტუდენტი ვიყავ, რას მოვითმენდი ახლა. რა უნდა მომეთმინა? ტანკი, კოკა გაწერილას სწავით უწვებოდით იმას, რა, რუსთავზე ტანკს. 7 აპრილს უკვე ყველა მიცოდა, რომ დაპირისპირება აღარ განიმუხდებოდა. მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული. სწორედ იმ დღეს ოპოზიციამ პატიაშვილს თხოვნაზე შეხვედრა და მათ უპასუხა, რომ საქართველოს მარიონეტ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას არ აპირებს. ისინი ილაპარაკებენ მხოლოდ კრემლის წარმომადგენელთან, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მეთვალყურეობით. ასე უნდა მოვილაპარაკოთ მოთხარი აქ. ჩვენ ხო არ ვითხოვთ, სანამ იქნება საქართველოში ფაქტობრივად კომუნისტური ხელისუფლება, ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნობაში ესე ვთქვი, არც მე, არც მერაპოსტავას, არც გია ჭანტურიას, არც ბიოდი გამსახურდიას თვალი არ გვიჭირავს და როცა აღარ იქნება ეს ხელისუფლება და თუ ქართულმა ხალხო ხარ დაგიჭირა, ალბათ მალე აღარ იქნება, ну მაშინ ვთქვი ჩატარდება შემდგომ დამოუკიდებელ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები და თუ გაჯობებს პატიაშვილი, კი ბატონო იყოს პრეზიდენტი. ასეთი ხუმრის ლაპარაკი იყო, ასე რომ იქ მოსალაპარაკებელი რაზე აიყო ხალხო უკვე დაიფიცა, რომ სანამ ესე არ იქნება საქართველოს თავისუფალი ჩვენ დროს არ გავუჩერდ, პრაქტიკულად ასეც მოხდა, ხო? 7 აპრილს საქართველოში ჩამოვიდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კონსტანტინე კოჩეტოვი. იმავე საღამოს თავდაცვის საბჭოს სხდომაზე გენერალმა კოჩეტოვმა კატეგორიულად მოითხოვა აქციის დაშლა. მისი თქმით, თუ 8 აპრილს აქციის დაშლა არ მოხდებოდა, მოსალოდნელი იყო ვითარების კონტროლიდან გამოსვლა და დიდი სისხლისღვრა. მე ვიყავი 2 წელს აქედან იყო გამონათქვამი კოჩეტოვის. Если мы сегодня не освободим площадь Сумгайит-Полтарица, а мы освобождаем площадь без одного синяка, ჩანაწერი არსებობს ამის. და მეორე არის, აი ეს ორი მასში არის, რა გადაწყვეტილება მიიღო. ну შეცდომა არის ის რომ და გაგერკვი ახლა ზოგი ამს რომ წინ უნდა გადეს ვის უნდა გადაღობოდი არც ტანკი არ უნდა ყოფილიყო და სახანძრო მანქანები იდგა და სახანძრო მანქანებს არ მიეცით უფლება რომ დაეშალათ ბავშვები ახლა რაზეა საუბარი ამას მე კი არ სხვა უნდა თქვას მაგრამ მე ვერ ვლაპარაკობ ამას რა არის უფლებაც არ მივეცი მართლა არ მივეცი ну მარშინ თვალდელი გადასახედიდან შეიძლება თუ ასე წარიმართებოდა და ასეთი შეფასებები მიეცემოდა, ახლა მე ამას ვერ გამსაზღვრავდი.
ვერ გამსაზღვროთ ეს. ვიღაცა ამაზე მოიპოვებდა ისეთ ქულებსა და ისეთ ავტორიტეტს მოიხვეჭდა, მე ვერ წარმოვიდგენდი. იმის ნაცვლად, რომ მიტინგის დაშლა უხმაურად მოხდარიყო, სამხედროების ბრძანებით ქალაქში 8 აპრილს დილით ვითომ ხალხის დაშინების მიზნით ჯავშან ტექნიკა გამოიყვანეს, ხოლო თბილისს სამხედრო ვერტმფრენებმა გადაუფრინეს. ამან ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ ყველა მთავრობის სასახლეს მიაწყდა. წინაპირობა შეიქმნა ესეთი რაღაც გაუგებარი, ჯერ გამოიყვანეს და ტანკები გამოიყვანეს დღისით, ეს ყოლად მოუჩვენ აქტივი ჰქონდა 8 რიცხვში. ბეტერები გამოიყვანეს, რომელმაც ავტოინსპექციის მანქანას დააზიანა და აქციის დაშლა მაშინ დაიგეგმა, როდესაც სასახლის მოედანზე ყველაზე მეტი ადამიანი მოვიდა. ეს გაუგებარი და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული იყო. 8-ში მაგალითად ისეთ ტელეგრამა წავიდა, რომ აი დღეს უკვე შევარდებიან მთავრობის სახლში და დაამხობენ მთავრობას. არავინ არ აპირებდა შევარდნას. ხო გითხარით, 14-ში დაშლას აპირებდნენ ეგენი სულოვანი. პატიაშვილი ეს იყო უკვე იცი ფიგურა, რომელსაც უკვე უცდიდნენ, რომ ეგ წასულიყო და დანიშნულიყო გუმბარიძე ან ვიღაცა. ის კაცი, რომელსაც მერე მართავდა უკვე ერთი პიროვნულად იქიდან მოსკოვიდან ჩვენი კაცი. რატომ გადასცემდა უშიშროება მოსკოვს არასწორ ინფორმაციას? რატომ გამოიყვანეს ქალაქში სამხედრო ტექნიკა? რატომ მოახდინეს ხალხის პროვოცირება? ზუსტი პასუხი დღემდე არ არსებობს. თუმცა ამ მოვლენებში შევარდნაძის სასარგებლოდ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი არსებობს. აპრილის მოვლენებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 1989 წლის თებერვალში თბილისში პოლიტბიუროს წევრი ალექსანდრე იაკოვლევიჩი ამოვიდა. პატიაშვილმა მას მოახსენა, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვება სურდა. ეს ყველაფერი პირველ რიგში შევარდნაძისათვის იყო ცნობილი. მას რატომ უნდა დასჭირებოდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს პატიაშვილის მოსაშორებლად ამხელა თამაში ჩართვა. მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი გორბაჩოვი დღემდე დარწმუნებულია, რომ 9 აპრილს მოხდარი მოვლენები შევარდნაძე პატიაშვილს უკავშირდება. Я думаю, что сам Патиашвили не очень был настроен в пользу. У них какие-то, по-моему, выясняли они отношения с Эдуардом Шеварднадзе и между сторонниками того и другого. И это накладывает отпечаток вот на это. Я не думаю, что вообще говоря, надо этим заниматься. Не надо. Надо просто думать, чтобы не дать никому раскалывать общество и страну. А у вас это продолжается. Если опять возвращаться к тем, я почему спрашиваю, у нас сейчас президентские выборы, участвуют и Патиашвили, и Шеварднадзе. И вам нужны компроматы, что ли? Нет, и начали буквально... Оставьте вы это все позади. Оставьте все позади. Думайте о будущей Грузии. თვითონ შევარდნაძე 9 აპრილის სასაკლაოს მოწყობაში გორბაჩოვის როლს არ გამორიცხავს. რაში სჭირდებოდა გორბაჩოვს თბილისში სისხლისღვრა? არც ამაზე არსებობს ზუსტი პასუხი. თუმცა ცნობილია მისი დაპირისპირება სამხედროებთან. ვინ ვის უტეხდა სახელს ამ ტრაგედიით? სამხედროები გორბაჩოვს თუ პირიქით? ჯარის გამოყენება, ძალის გამოყენება ყველა შემთხვევაში შეთანხმებული უნდა იყოს მთავარსარდალთან. და მთავარსარდალი ვინ იყო? გორბაჩოვი იყო. მე იმასაც კი უშვებ, რომ გზაში რო ვიყავით, შეიძლება მან იცოდა კიდეც ეს. და მე არ მითხრა. იმიტომ რომ იქ აეროპორტში დარბაში რო ვალდა ლიგაჩოვი გვახსენებს, ვერ გეტყვი რომ ძალიან გაუკვირდა და რა გოშველება და რაღაცა. თქვა რომ ედვარდ возьмите самолет и полетишь. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ეშელონებში არსებულმა შიდა დაპირისპირებამ აპრილის სისხლისღვრაში უდაოდ დიდი როლი შეასრულა. მიუხედავად ამისა, ბევრი ფიქრობს, რომ 9 აპრილის ღამით მაინც შესაძლებელი იყო ტრაგედიის თავიდან აცილება და ეს ეროვნული მოძრაობის ლიდერებს ნამდვილად შეეძლოთ. რვა აპრილს სიცივის მიუხედავად
მოედანზე ხალხის ნაკადი უფრო და უფრო მატულობდა. საქართველოს ხელისუფლება იმედს კიდევ არ კარგავდა, რომ მომიტინგეებთან შეთანხმება შედგებოდა. მატიაშვილი მხოლოდ ერთ რამეს ითხოვდა. ოპოზიციას მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია გაეთავისუფლებინა და აქცია სხვაგან გაეგრძელებინათ. მოედანზე რო არ წყდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ბედი, ეს მე დღესაც შემიძლია ხმამაღლა თქვა, ახლა ზოგი ამბობს, რომ მაშინ გადაწყვეტა. არ არის ასე. რომ იქ შეუძლებელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება და პლუს ამას ემატება, რომ ასეთი გზით არ ხდება დამოუკიდებლობის მოპოვება. თუ იმას მიაჩნია და დღესაც ზოგიერთი ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობს, ძალიან შემწდარია, რომ დამოუკიდებლობა ამ გზით ჩვენ არ მიგვიღია. პროცესი მიდიოდა დამოუკიდებლობისა. მარტო ამ ჩვენ ქვეყანას არ ეხება, ეს ეხება სხვა რესპუბლიკებსაც და ყველა მიიღო ზოგმა მშვიდობიანი გზით, ზოგმა წინააღმდეგობის, ზოგს დღესაც აქვს დაპირისპირება, მაგრამ ეს ყოველ შემთხვევაში ეს აუცილებელი პირობა არ იყო. არა, დამოუკიდებლობას მაშინ არც ადრე და არც გვიან არავინ არ აძლევს არავის. დამოუკიდებლობა და თავისუფლება ის არის, რასაც თვითონ მოიპოვებს, როგორც ხალხი, ასევე ნებისმიერი ადამიანი. არა, რასაკვირველი აქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ დამოუკიდებლობა უნდა გამოეცხადებინა საქართველოს, მაშინ ყავდა უზენაეს საბჭო, რასაკვირველია, ის უზენაეს საბჭო არ იყო ისეთი ქმედით უნარიანი, მაგრამ იქ ნაწილი იყო, ნაწილს უკვე ქონდა ზუსტად ის განწყობა, რასაც მე ვილაპარაკე. ამიტომ იქ სავსებით რეალური იყო, რომ ის უზენაეს საბჭო გამოაცხადებდა თვითლიკვიდაციას, ეს სავსებით რეალური იყო, იმიტომ რომ ჩვენ ეს ხალხი, ეს უზენაეს საბჭო, მაშინ ვინც იყო წევრები, ერთხელ მოვიყვანეთ უნივერსიტეტში. ის ხალხი ამისთვის ზათ იყო. შუაღამისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა მთავრობის სახლში გადაინაცვლეს. შენობის ფანჯრიდან მოედანზე მიმდინარე მოვლენები კარგად ჩანდა. მთელი ხელისუფლება იქ იყო. ხოლო ჯუმბერ პატიაშვილი ელოდებოდა მოვლენების განვითარებას საკუთარ კაბინეტში. აშკარა იყო, რომ უზარმაზარი მიტინგის დაშლა რთული იქნებოდა. მოედანზე ღამით 200 ადამიანი კი არ დარჩა, როგორც ამას სამხედროები და ხელისუფლება ვარაუდობდა. არამედ რამდენიმე ათასი. როგორც არასდროს იყო იმის შეგრძნება, რომ აი დღეს აი ამ მოედანზე ხდება კონცენტრირება მთელი ისტორიული წარსულის და დიდების რა ამ ერის და ამ ხალხის. მიტინგზე უკლებრივ იმყოფებოდნენ აქციის ორგანიზატორები და ლიდერები. მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი. შუაღამისას ცენტრალური კომიტეტის მდივნის ნუგზარ ფოფხაძის თხოვნით პოეტი მუხრან მაჭავარიანი ზვიად გამსახურდია შეხვდა. ფოფხაძე მას აქციის გადატანას დინამო სტადიონზე სთხოვდა. ამისათვის 200 ავტობუსი უკვე გამზადებული იყო. დარბევას ვერ გაბედავენ, იყო გამსახურდიას პასუხი. ჩვენ ვიცოდით, რომ შეიძლება დავერბიეთ, იმიტომ რომ ერთხელ 25 ფებრვარს უგმერთოდ დაარბიეს ეროვნული დემოკრატები და ბატონი გიეჭანტურია ორჯონიკიძე ძეგთან. ან როგორც ასეთი რომ ეხლა დახოცავდნენ ხალხს, ეს ამას ვერ წარმოვიდგენდი, იმიტომ რომ ვის და საბჭოთა ხელისუფლებას და საბჭოთა კავშირს ყველანაირი საშუალება ჰქონდა ნებისმიერი მასშტაბის მიტინგის დაშლის სისხლისღვრის გარეშე. ამიტომ თქვენ ვთქვით, თუ დაგვარბებენ, დაგვარბიონ. მაგის დედაცვატირე რა მოხდა მე? თავისუფლებას დამოუკიდებლობა არ ღირს იმდენად რომ დაგვარბიონ, მაგრამ ახლა ის თუ გწონდა ჩვენ რომ სხვაფერი იქნებოდა, შეიძლება ცოტა სხვანაირად ტაქტიკაში გვიცვალა. უკვე 3 საათი იწყებოდა. ადგილიდან ფეხს ერთი ადამიანიც კი არ იწვიდა. სამხედროებმა ლენინის მოედანზე დაიწყეს კონცენტრაცია. ჯუმბერ პატიაშვილი მერყეობდა. ის დარწმუნებული არ იყო ამ ხელა აქციის დაშლა უმსხვილოდ თუ დასრულდებოდა. როცა დადგა საკითხი უკვე მე სწორედ მაშინ დაუკავშირდი როდიონოს, იმიტომ რომ როდიონი ჩვენთან არ იყო, ისინი გასულები იყვნენ ადგილებზე, თავის საქმეს აკეთებდნენ თუ თავის საქმე ქვემას. და თხოვე რომ იქნება ბევრი ხალხი და იქნება მუჩავატარებდა, მაგრამ ეს აქცია რომ ჩატარებული ეს ცნობილი იყო ყველასთვის. არავით არის შეხება ტანგებზე. გავიგეთ ყველა. თუ გზას უხსნით ნაწილი ხალხისა, ვინც დგას ქვედა მხარეს, ეშვება რუსთაველის ჩიხებში. თუმცა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. არც საბჭოთა ხელისუფლება და არც ოპოზიცია დათმობას არ აპირებდა. ორივე მხარე სრული გამარჯვებისათვის ემზადებოდა. თუ წამოვა ქვეითი, ყველა ვჯდებით და როგორც ვიყავით შეთანხმებული, ფლანგებს იკავებენ კაცები. არავით არის სიტყვიერი კონტაქტი, არავით არის ყვირილი, არავით არის წივილი. ყველაფერი წყნარა, შვიდად კეთდება. მზად იყავით. ყოველ წუთს შეიძლება საჭირო გახდეს ამ გეგმის სისრულეში მოყვანა.
ჩემი იდეა ასეთი იყო, ახლა ბევრი ვიყავით ალექსანდრეს ბაღში შევიკრიბე, ჩემი იდეა ასეთი იყო, რომ დამდგარიყავით ახლა რუსთაველზე უბნების მიხედვით. ანუ აი მეგობრების მიხედვით, რომ თუ იქნებოდა ძალისმიერი ხელშართული ბრძოლა, რომ ესე იგი ერთმანეთის გვერდზე თავისი ბავშვობის მეგობრებთან იმათთან გაცილებით მეტ წინააღმდეგობის გაწევა შეძლო. უკვე 4 საათი იყო დაწყებული, როდესაც ჯუმბერ პატიაშვილმა უკანასკნელ საშუალებას მიმართა. მან საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს თხოვნა გაუგზავნა. აქციაზე მისულიყო და მიემართა მომიტინგეებისათვის მთავრობის სასახლის ტერიტორია დაეტოვებინათ. მე მოვედი იმისათვის, რომ დაგლოცოთ თქვენ. მთელი საქართველო ხედავს თქვენს თავდადებას. მთელი საქართველო ხედავს თქვენს ღვაწლს. მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ შეგვიძლია არ დავინახოთ ის რეალური საშიშროება, რომელიც დგას ჩვენს წინაშე. აი ამიტომ მე მოვედი აქ, რომ დაგლოცოთ, რომ დამთავრდეს ეს შეყრილობა. მე მოვედი იმისათვის, რომ წავიდეთ ტაძარში და მადლობა შევსწიროთ ღმერთს გადარჩენისათვის. მე ახლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ამიტომ ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევსწიროთ უფალს. მეგონო კი არა დარწმუნებული ვიყავი, ვინაიდან ახლა იქ მორწმუნეებიც იყვნენ, სანთლებიც ინთებოდა, პატრიარქი ასია თუ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში იქაური წარმომადგენლობა, მით უმეტეს მისი მოთხოვნაც იყო აბსოლუტურად მისაღები კი არა, აუცილებელიც იყო. ის მარტო დაშლას კი არ თხოვდა, გადავიდეთო და ქაშვეთში იქ ვილოცოთ. რო დაიწყო პატრიარქმა ლაპარაკი და სან დაიწყება ხო მივხვდი, რასაც იტყოდა. რასაკვირველია იმასაც მივხვდი, რომ იქიდან ერთი კაცი არ წავიდოდა. ხო გითხარი, რომ ეს არ არის, ეს არ იყო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პატრიარქის უპატივცემულობა გამოხატა იმ ხალხმა. იმ ხალხმა გამოხატა იმ წამის, აი მართლა იმ ბოლოდინის ერთგულება, რომელიც გრძელდებოდა რამდენი ათეული წელი თუ რამდენი საუკუნე კაცმარის და ამ ხალხმა დაიჯერა, რომ მართლა ესე იყო რა, ეს განწყობა იყო გასაოცარი, რომ შენ შეგიძლია შენი ქვეყნისთვის გაიგო ყველაზე ფასეული და მნიშვნელოვანი, რაც შენ გაგაჩნია. ამან განაპირობა ეს რა, სხვადასხვა შემთხვევით არ უყევი იმ წინა დღესო ტანკები იმ ხალხი მიხვდა, რომ ტანკს რო ჩამოატარებ, ესე იგი შენ შეგიძლია მოკლან კიდევაც და შეგიძლია შეეწირო კიდევაც ამას. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ არავინ არსად არ წავიდოდა. აი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. რასაც მოხდა. ერთი კაცი არ განძრეულა. ერთი კაცი, ყველა იქ დარჩა, სადაც იდგა. ეს იყო აი ღვთის სიტყვა იყო, რომელსაც ქართველმა ხალხმა არ დაუჯერა მერამდენეთ უკვე და მერამდენეთ დაისაჯა. 9 აპრილის მერე ჩვენ გამუდმებით სისხლის ზღვრაში ვართ რა. მას მერე ვერ მოვითქვით სული რა. იმიტომ რომ უწმინდესმა მიმართა ხალხს და მას არ უთქვია ჩვენთვის რომ აბა ადექით და დავამთავროთ ბრძოლა და ყველაფერი დამთავრდა წაძით სახლებში. ძალიან კორექტულად, ძალიან სულიერებით, აი ისე ვიმეორებ, აი დარწმუნებული ვარ, რომ მაგის ზენით უფალი ვესაუბრებოდა. სიწყნარე, ძალიან გთხოვთ სიწყნარე იყოს. ეს სიწყნარე კი არის, ეს არის დუმილი, გაიგეთ ხალხო.
მე ჩამოწვა რაღაცა დაახლოებით 3-5 წუთიანი აბსოლუტური სიჩუმე, იცი როგორი, რომ აი ბუზის ჩემი კამერის ხმა მესმოდა. და მესმოდა როსტის აპარატის ჩაკუნი ეს ფირზეც არის. აბსოლუტური სიჩუმე, აი აბსოლუტური რა, აი ბუზის ხმა. ესე იგი აი 20,000 კაცი იდგა და ფიქრობდა რა ექნა. აი მაშინ წდებოდა საქართველოს ბედი, მე დარწმუნებული ვარ და პრაქტიკულად ის რაც გითხრა უწმინდესმა ეს არ ნიშნავს ჩვენ საერთოდ დაშლაც არ გვინდოდა რა მან თქვა მოდი მოვკიდოთ ხელიო ამ ჩვენ მოშიმშილეებსო გადავიყვანოთ ქაშვეთის ეზოში და ჩვენ სულ ყველანი როგორც დგევართ ისევე ვიდგეთ ოღონდ მოვტრიალდეთ ზურგით ეშმაკისკენ და სახით უფლისკენ და ეკლესიისკენ ეხლა ბუნებრივია იქ წირვა დაიწყებოდა ლოცვა დაიწყებოდა პატრიარქი იქნებოდა ამის სათავეში და სანთლები დაინთებოდა, გალობა დაიწყებოდა და ეს 20,000 კაცი ვიქნებოდით მლოცველი ხალხი, მუხლებზე მდგომი ხალხი, მოშიმშილე ხალხი, საქართველოსთვის და ერისთვის და სამშობლოსთვის, თავისუფლებისთვის, მებრძოლი სანთლებით ხელში. არის სხვა მეთოდი, სხვა გზა. ხალხს მე კიდეც რომ გამოვუცალოთ ჩვენ შეგვეცხადეთ მოღალატე. არა, არის რაღაც რეალური. რა არის? ეს არის ყველაზე ისეთი დიდებული წამი. ერი არის ერთი სურვილი დამთავრებული. აქ პატრიარქზე არ არის ლაპარაკი და არ არის იმაზე რომ თქვა შენი ეკლესიის მეთაურს არ დაუჯერე. აქ ლაპარაკია იმაზე რომ ის წამი იყო ყველაფერზე აი ყველა ადამიანზე მეტი რა რომელიცაც უახლოვდებოდა ეს ხალხი. ამიტომ ეს წამი ვერ გაიმეტა რა ამ წამის დათმობა არ უნდა ამ ხალხს რა და ამიტომ ის ხალხი იყო აბსოლუტურად ყველაფერში მზად. მე ჩემი თავით მახსოვს რომ აი აბსოლუტურად მზად ვიყავი რა რაცა უნდა მომხდარიყო დარწმუნებით მჯეროდა რომ ეს არის იმის რა ქვია დღე ის ღამე უბრალოდ როცა ყველაზე დაუნანებლად შეგიძლია შენი სიცოცხლე გაიმეტო იმისათვის რომ შენი ქვეყანა იყოს თავისუფალი და უკეთესი და ეს ნამდვილად ზუსტად ასე მოხდა. ძალიან კაცო თასი წყარი მოიცით. მოიცით. და დუმილი წხვდებით იმას ვერ გავიგე. გამატარი. გამატარი მე. კაცი. Adică Săctăria, Sicarul înceaptă în casa ta, Hatera Zarțăuia știți. პატრიარქი იმის პატრიარქია რომ ყოველთვის პატრიარქი არის ერის სულიერი მამა და როდესაც თქვა ახალგაზრდა ბიჭი თქვა თავის დამოყარების გამო თავის ღირსების დასაცავად საჩუქრად მიდის მშობელი ყოველთვის ეროვნულმა შვილო არ იჩქუბო შეიძლება მოკლა მაგრამ აშკარღაზა ვაშკაცი კაცი მაინც იცავს ხო თავის ღირსებას ამ პატრიარქი იმას ხარ გეტყოდა ხე იმითინგეთ პატრიარქს ეს უნდა ეთქვა არ დაუჯერეთ რა პატრიარქს და პრინციპში მე არ ვნაღლობ მაგას იმიტომ რომ ვნაღლობ იმას რომ დაიყვანა მაგრამ
პრინციპში რაც მოხდა, მაგრამ საქართველოს მაგ-აქტმა გაანთავისუფლა და მსგავსი რამ მე-20 საუკუნეში შეიძლება არც ერთი ერისმთავრობა შეიძლება მომხდარა. და მინდა გითხრათ, რომ ეს უარი არ წამოვიდა ხალხისგან, ეს უარი წამოვიდა ბელადებიდან. ბელადომანია დღემდე გრძელდება, ჩვენ უბელადებოდ გადაწყვეტილებას ვერ ვღებულობ, თორე ხალხი მდუმარედ და ჩუმად იდგა. მდუმარედ და ჩუმად იდგა და ელოდებოდა გადაწყვეტილებას. ვის გადაწყვეტილებას ელოდებოდა? იმ მიწიერი ლიდერების გადაწყვეტილებას ელოდებოდა, რას ეტყოდნენ და იმათმა უთხრეს, არა, პატრიარქს არ დაუჯეროთ. პატრიარქმა რა იცის, კაცო? აბა წინ, ეხლა როგორ შეიძლება მდუმარედ შევწყვეტ განსაცდელს და წავიდა მამაო ჩვენოს კითხვა, რომელიც გვერდზე დგას ეპისკოპოსი, უწმინდესი, 2 ეპისკოპოსი, 4 მღვდელი და მამაო ჩვენო საერო კაცი კითხულობს და შეცდომით ისიც. აი როგორი შეცდომითაც იმ ღამეს მამაო ჩვენო წავიკითხეთ. აი ესეთი შეცდომით ვაშენებთ ქვეყანას დღემდე რა. ზმარო და დანო. საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ ტანჯვასა და ვაებაში ამ სისხლისღვრაში პირველად ასა შაქრული, ასა მთლიანი წარმოდგა ქართველიერი ღვთის წინაშე. ზუსტად 4 საათზე სამხედროები მომიტინგეებისაგან დაიძრნენ. პირველად ჯავშან ტრანსპორტიორებმა შეავიწროვეს აქციის მონაწილეები. შემდეგ ქვეითი სამხედროები დაიძრნენ. ისინი ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ მომიტინგეებს, რომლებიც უკან დახევას არ აპირებდნენ. მათ ძალიან სწრაფად წაიწიეს მთავრობის სასახლისკენ. ჯარისკაცებმა კიბეებიდან რამდენიმე წუთში გარეკეს დემონსტრანტები. სწორედ აქ იწვნენ შიმშილისაგან დასუსტებული აქციის მონაწილეები. სწორედ აქ დაიწყო საშინელი ჭყვეტა. მე ვიდექი კიბეებთან. რომ მოგვაწრეთ, თუ გახსოვთ, იყო ძეგლი, იყო რომელიც შემდეგ იგივე გუმბარის მმართველობის ეროვნული მოძრაობის წესრიგ დაიხეს. და იქ იყო სადაც ახლა არის ლამაზი შადრევნები, იქ თუ გახსოვთ, იყო ბუჩქების გაზონები, ბზის ხეები იყო ის გაზონება. აი ძალიან ბევრი ადამიანი ჩაცვიდა. მე არ დამოვიწყებ ერთი ცოტა მოსული ხალი იყო და ირაკლი მიშველეო და ძალიან საშინელი შეგრძნება, როდესაც ადამიანი თხოვს მიშველე, ვერაფერი ვერ უშველე, იმიტომ მე თუნდაც ჩავიკეცი და მე საერთოდ მეგონა რომ ის ქალბატონი მოკვდა იქ. იგივე წარმოვიდი ერთმანეთზე ვეცემოდი. და აი მახსოვს და დავაი გურიზინო ერთმა რუსმა ხელი მომკიდა, ჯარისკაცი იყო, ხა თვალსებია და იქნებოდა 19-20 წლებში და გამომიყვანა და ბევრი ამოვედით რა იქიდან და ნელ-ნელა წამოვედით. მეორე ფლანგზე შეტევა ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. მომიტინგეები დანებებას არ აპირებდნენ. სკოლასა და პარლამენტის შენობასთან რო ასახსველია, იქ მახსოვს იყვნენ რეგბისტები, ჩვენი მორაგბეები და ასევე იყვნენ აი ის ამ თაწმინდელები, რომლებიც ისე შეუტიეს ამ წარმოგიდგენთ ზემოდან ჩამოსულ აი ესეთ შეიარაღებულ არმიას. ახლა ეს ხო არ იყო რიგითი ჯარისკაცი, 18 წლის ახალგაწეული, ეს იყო რაღაც სპეცნაზი, თავის ეკიპიროვკით და იმით. იმათ ჩვენებმა ისე შეუტიეს, რომ აი ამ ჯარმა უკან დაიწეს. სამხედროები ნელა, მაგრამ მაინც მიიწევდნენ წინ.
მაშინ არ იყო არც იარაღი, ერთი კადრი იყო ძალიან მახსოვს. ეს კადრი ძინაში თამბეში დავიყო, ვიღაც ბიჭმა გახსნა დანა. მაშინ სად იყო იარაღი და ესე ლისიჩკა თუ რაღაცა ედო, როგორც თბილისში ხედოთ ხოლმე მაშინ რა ქვია. ბიჭებს გახსნა ლისიჩკა და აი ნახევარი თბილისი გადაეფარა ამ კაცს და ამ ბიჭს და ხელში ეცა რომ შენი ჭირიმე დანა არ დააჭყა და ეს იყო რაღაც საოცარი წინააღმდეგობა. მე მართლობა მინდა ღმერთს შევწირო და ქართველებს რომ არ გავარდათ ცეცხლსასროლ იარაღი, რომან გვენცაძისგან და შვედა გორგინდა ვიცი რომ იმ ორპირნალისი ნიჩბებითა და ხელკეტებით შეიარაღებულ ჩალისკაცს უკან მოყობოდნენ სპეცდანიშნულების და განსაკუთრებული დანიშნის ავტომატით შეიარაღებული სნაიპერები, რომლებსაც ესე იგი თითოს 200 ტყვე ხონდა, აი თუ ვიცით არის სპეციალური ტანსაცმელი წვევებთანაც კი ჯიბეებია. ეს ნუ დატანილი იყო თქვი და რო გამოხდარიყო გასულა უკვე თავდაცვის ბიზნესი ჩაცხრავდა იქ უკვე იქნებოდა 20 კი არა 1000-ობით კაცი იქნებოდა მსხვერპლი. და ის მართლა უკვე იქნებოდა გაუგუნარი ტრაგედია, ღმერთმა გადაგორჩინა ამის. დემონსტრანტები შეტაკებებით ნელ-ნელა იხევდნენ უკან. ისინი რუსთაველის გამზრის ზემოთ მიუყვებოდნენ. დაახლოებით 1 საათში უკვე ყველაფერი დამთავრდა. человек? Там вижу прямо в дорогу и перекрыли дорогу. Хорошо, есть. Знаете, 21 დილის 5 საათზე პატიაშვილთან მთელი ხელისუფლება შეიკრიბა. პირველი ინფორმაციით ერთი ადამიანი იყო გარდაცვლილი. შემდეგ 3. ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ იმ ღამეს 16 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან 13 ქალი იყო. დღევანდელი გადასახედიდან წინა დღეებში გადადგომა შეიძლება უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ ის მაინც რაღაცა მოხდებოდა. 9-ში არა, ეს დაპირისპირება მაინც მოხდებოდა სამწუხაროდ. მე არა სხვა იქნებოდა, მაგრამ ჩემს გამო არა, მე ვთხოვდი მათ, რომ ეს არ მოხდარიყო, მოხდა. ვინ დამელაპარაკა ისევ მე მგონი პატიაშვილს დაურეკე. რა ხდება მეთქი და მითხრა რომ აი რაც მოხდა. რომ სამხედროებმა გამოიყენეს აქ ხელგეტებია თუ რეზინი ჯოხები და ერივნა ხალდა გარეკეს 19 კაცი დაიღუპა. და მაშინ კი დაურეკე გარბაშვილს და უთხრა რომ ეხლა უნდა გავხრინდე მეთქი და თვის უნდა იმჭირდება. აი ყანაო ჩემი თუნდაც გავხრინდია. ხოდა ჩამოვხრინდი და ნუ ხედავ აქ ასეთი უბედურება. კომენდანტის საათია გამოცხადებული. ვერაფრით ვერ ვათქმევინე. 3 დღის განმავლობაში ვიყავი და რამდენჯერმე დაიბარე სამხედროები. გამოიყენეთ თუ არა შემცადენი გაზი. ვერაფრით ვერ ვათქმევინე, ყველაფერს მალავდნენ. აპრილის მოვლენების შემდეგ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მის ადგილზე კი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი გუმბარიძე დაინიშნა. გივი გუმბარიძე მოგვიანებით განაცხადა, რომ მან 9 აპრილის ღამეს მხოლოდ 15 წუთით ადრე შეიტყო საპროტესტო აქციის დაშლის გადაწყვეტილების შესახებ. 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველოში კომუნისტების ერთპიროვნული მმართველობა პრაქტიკულად დასრულდა. 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ათვლის ახალ წერტილად იქცა.
სიტყვა თავისუფლება, აი მახსოვს რა შოკის მონგრელი აღმოჩნდა და 9 აპრილმა ეს პრობლემა ყველაზე ადვილად მოაგვარა. ანუ ამ გაღებულმა სისხლმა ზუსტად ეს შიში მოხსნა საქართველოში, რომ ადამიანები მივხვდნენ, რომ ესე იგი თუ ვიღაცას შეუძლია ამის გულისთვის ასე ადვილად მოკვდეს, ასე ადვილად გაწინოს თავისი სიცოცხლე და ასე დათმოს სიცოცხლე, ხო, ასეთი ფასეული ადამიანში. ესე იგი მართლა რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია ეს თავისუფლება ვის გულისთვისაც სიკვდილის ღირს და სიცოცხლეს. 9 აპრილის შემდეგ საქართველოში პარტიის და საბჭოთა არმიის საბოლოო დისკრედიტაცია მოხდა. ხალხმა მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. პერესტროიკის საწინააღმდეგო მოვლენად ეს არა უყვამთ იქ. ისე როგორც ბაქო არ აღიქვეს. არ უნდა თვითონ დაეჯერებია გარბაჩოვს, რომ პერესტროიკას ყველა არ უჭერს ხარს. და ასეთი გამოსვლებითაც კი გამოხატავენ წინააღმდეგობას. არა და ხალხ დამოუკიდებლობა უნდა და არა პერესტროიკა. პერესტროიკა ხომ დამოუკიდებლობას არ ანიჭებდა. რა იცვლებოდა, თქვა, ერთი პრეზიდენტი შეიცვალა, მეორე პრეზიდენტი და წყობა იგივე რჩება. და ტერიტორიები იგივე რჩება. მაგრამ გარბაჩოვს თვითონ არ ჰქონდა სურვილი დაეჯერებინა ეს. გუმბარიძის მმართველობის დროს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერების პოპულარობამ პიკს მიაღწია. სწორედ ამ დროს გახმაურდა 9 აპრილის ტრაგედიაში უშიშროების კომიტეტის მონაწილეობის ახალი ვერსია. ამ თეორიის მომხრეები დღესაც აცხადებენ, რომ 9 აპრილის მოვლენები და მთელი შემდგომი პერიოდი სწორედ უშიშროების კონტროლით ვითარდებოდა. კალაპოტი არ არის. კალაპოტის მკეთებლები არ ყავდა. ენერგია იყო, წყარო იყო, რწმენა სურვილი იყო, თავისუფლების წყლის წყურვილი იყო, მაგრამ არ იყო კალაპოტის გამკეთებლები, არ იყვნენ დამგეგმელები, დამლაგებლები. ამას ძირითადად აკეთებდა საბჭოთა უშიშროება. და ჩვენ შეგნებულად თუ შეუგნებლად ძალიან ხშირად მისი სადავეებით მოქმედებდით, იმიტომ კი არა რომ მათ ემსახურებოდით, იმიტომ რომ იმათ ჰქონდათ გეგმა, მართალია ძალიან სუსტი, იმიტომ საბოლოო ჯამში დაინგრა ის და უნდა დანგრეულიყო კიდეც. 9 აპრილიდან ამდენიმე თვეში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა მერაბ კოსტავა, რომლის სიკვდილის შემდეგ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში დიდი განხეთქილება მოხდა. 1990 წელს ხელისუფლებაში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მოვიდა. გუმბარიძის ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვებისათვის არაფერი გაუკეთებია. მე რო ჩავედი, აქ მე ზოგადად ხსნავდა რომ ზვიადიო მოიყვანეს კომუნისტებთან. იქო ფედერაციის საბჭოს წევრებზე გამზადებული იყო მოწმობები, ჩვენთან იცივიზე იყო, გუმბარიძეზე იყო. არ გამოვართ, აი ისე ნანობთ, ერთადერთ ამას ნანობ მართლა მწარეთ რომ გორბაჩოვმა ჩამოურიგა ამ წევრებს და მე რასი ხوار გამომართმეო, მითხრა კი გუმბარიძეზე გამოვაწერეთ. 1999 წლის 9 აპრილს მომხდარ მოვლენებს დღესაც სრულიად სხვადასხვანაირად აფასებენ. საქართველოს ისტორიაში ეს დღე მე-20 საუკუნის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა. 9 აპრილის როცა ვლაპარაკობ, მე ყოველთვის 9 აპრილის აღნიშნავ როგორც ეროვნული თავგანწირვის, ასე ვთქვათ, დიდ მისტერიას და პლუს დიდ გამარჯვებას დამოუკიდებლობის აღდგენის სახით. უკვე 9 აპრილი ჩემთვის უკვე ზეიმია, იმიტომ რომ დამოუკიდებლობის აღდგენა ქართული ერის უახლესი ისტორიაში პირველმა დამფუძნებელმა ეროვნულმა ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ უზენაეს საბჭოსა და საქართველოს პრეზიდენტის სახით სწორედ გამოცხადა 9 აპრილს. ეს არ არის მთავარი. მთავარი ის რომ ქვეყანა დაინგრა და ქვეყანას ვერ მიიღო ის რისი ღირსი იყო საქართველოს და ქართველი ხალხი თორე ხო. ასე შეიძლება ტრაგედიად ეხლა მე არ მინდა ჩვეულებრივი ტრაგედიად მოვნათლო, მაგრამ შემდგომ ეტაპზე რომ არ მოხდა მისი სწორად შეფასება და განვითარება, ამ რადიკალიზმმა ჩვენ მიგიყვანა სწორედ ეს იყო, აი ეს დაპირისპირების გაგრძელება იყო 91 წლის მოვლენები საქართველოში. ახლა ზოგი ასე ნათლო, ზოგი ეს იყო ომი ქართველთა შორის. მაგრამ რა ძალა მონაწილეობდა, ვინ მონაწილეობდა, ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ ვიყავით აი
სათამაშო მოედანზე თუ შეიძლება ითქვას ცუდი გაგებით თუ კაი გაგებით, ქართველები ვიყავით, რომლებმაც დავანგრიათ ერთმანეთიდან მოусმეთ. აი მის გაგრძელება იყო ეს. აი მის გაგრძელება იყო შემდეგ აფხაზეთში აი ეს მომხდარი მოვლენები, რომ დავკარგეთ 10,000-ობით კაცი. საბჭოთა კავშირში არც ერთ საქმეს არ ქონია ისეთი მძლავრი პოლიტიკური რეზონანსი, როგორიც 9 აპრილის მოვლენას. არც ერთი საქმე არ გამხდარა რამდენიმე კომისიის გამოძიების საგანი. არც ერთი საქმე არ განხილულა საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე. ეხლა თუ გაითვალისწინებ იმას, რაც მე მოხდა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, საბჭოთა კავშირი იმიტომ კი არ დაიშალა, რომ 9 აპრილი იყო. სხვა მიზეზები იყო, შიგნით წინააღმდეგობები გარბაჩოვსა და ელცინს შორის და ამან დაშალა ფაქტურად საბჭოთა კავშირი. იყო შიგნით შეთქმულება. მე მაშინ გადამდგარი ვიყავი, მაგრამ რა ხდებოდა ვიცოდი ყველაფერი. მაგრამ აი ეს თბილისის მოვლენება, ბაქოს მოვლენება, ლიტვის მოვლენება, ამან ყველაფერმა ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირის დაშლას. აპრილის მოვლენების სხვადასხვაგვარი შეფასებების მიუხედავად, ერთ საკითხში თითქმის ყველა საბოლოოდ თანხმდება. 9 აპრილის ღამე, დაგეგმილი და წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკური პროვოკაცია იყო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. მცირეოდენი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ადამიანთა მსხვერპლი მხოლოდ და მხოლოდ იმან გამოიწვია, რომ იმ ღამეს ჯარისკაცებმა აქციის დაშლის დავალება ცუდად შეასრულეს. ამ თემის ირგვლივ არსებული ყოველგვარი თეორიებიც შემდეგ არის გამოგონილი. თუმცა დღემდე 9 აპრილის საიდუმლო ბოლომდე ვერავინ ამოხსნა.